საერთაშორისო რადარებიდან გამქრალი საქართველო და ოლიგარქის პოლიტიკა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას ჩვენი ქვეყანა არ ახსენა. ანტონიო კოშტამ თქვა, რომ ამ კუთხით დასავლეთ ბალკანელებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მუშაობენ, თუმცა არ უხსენებია საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს. ყურადღებას იქცევს მარკო რუბიოს მოლაპარაკებები და შეხვედრები მას შემდეგ, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის შავ ზღვაზე შეთანხმება შედგა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სომხეთის პრემიერს, ასევე ბალტიის სამივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელს. სად და ვისთან ჩანს საქართველო? სოფო ვარდიაშვილი დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. სამწუხაროდ საქართველო არ ჩანს არც ერთი მიმართულებით და ამაზე ლაპარაკობენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დავიწყოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მწვავე დებატებით, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართა. ამ დებატებზე გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო მწვავე შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ იყო თავდასხმები მშვიდობიან დემონსტრანტებზე სახელმწიფო უწყებების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან. ამ დებატებზე საქართველოს, რომლის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანება ისტორიული მოვლენა იყო 26 წლის წინ და გვახსოვს ჩვენ ამის შესახებ ეს მოვლენა, როდესაც საქართველო გახდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, თუმცა ახლა ამას საფრთხე ექმნება, ამბობენ პოლიტიკოსები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გარკვეული პირობები დაუწესა საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მან უნდა შეასრულოს ის დათქმები, რომელიც რეზოლუციაში გაწერა საპარლამენტო ასამბლეამ. კერძოდ ასამბლეა მიიჩნევდა, რომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება იმ თავდასხმების, რომელიც განხორციელდა მშვიდობიან დემონსტრანტებზე და რომ უნდა დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი იმისთვის, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი იქნას მიღწეული. თუ ეს არ მოხდება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეზღუდვები გულისხმობს იმას, რომ საქართველოს დელეგაცია მაგალითად ვერ დააკვირდება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის განხილვებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს დათქმები საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა აპრილის დასაწყისამდე, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ სხდომამდე, რომელზეც გადახედავს ეს საპარლამენტო ასამბლეა დათქმებს, რომლებიც დაუწესა ქართული ოცნების ხელისუფლებას. თუმცა ეს სხდომა უკვე ძალიან მალე უნდა გაიმართოს აპრილის დასაწყისში, 7 აპრილს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხედავს იმ პირობების შესრულებას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მოუწოდეს ქართული ოცნების ხელისუფლებას მაგალითად დღეს თავისუფლების მოედნის წარმომადგენლებმა, რომ სასწრაფოდ შეასრულოს ეს პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად გაიმეორებს მათი შეფასებით საქართველო რუსეთის მიერ განვლილ გზას. და ასევე თავისუფლების მოედნის წარმომადგენლები განმარტავენ, რას შეიძლება დაკარგოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იმის შემდეგ, რაც საქართველო შეიძლება აღარ იყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება დღეს თავისუფლების მოედნიდანმა. 27 წლის წინ ზურაბ ჟვანიამ თქვა ისტორიული სიტყვები. მან თქვა, როდესაც საქართველო მიიღეს ევროსაბჭოში, რომ მე ვარ ქართველი და მაშინ სადამე ვარ ევროპელი. და ამ ფრაზამ და აი ამ ისტორიულმა მოვლენამ მაშინ განაპირობა ის, რომ საქართველოში ნათელი გახდა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც საკუთარი იდენტობის, საკუთარი ტრადიციის, საკუთარი ეროვნული ინტერესების ყველაზე უკეთ დაცვას შეძლებდა სწორედ ევროპულ სივრცეში. თქვენ იცით, რომ საქართველოს დელეგაციას ევროსაბჭოში აქვს მთელი რიგი უფლებები შეზღუდული. ესენი არის მნიშვნელოვან არჩევნებზე დაკვირვება, არჩევნ თანამდებობაზე ვერ მონაწილეობა, ადამიანის უფლებათა კომიტეტში ვერ მუშაობს ჩვენი დელეგაცია და მათ საქართველოს უთხრეს, რომ გაზაფხულის სესიის დაწყებამდე, ანუ 7 აპრილს იწყება ეს სესია, მას უნდა გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიც არის ინკლუზიური დიალოგის დაწყება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, ევროპული ინტეგრაციის აღდგენა, ევროსაბჭოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, პოლიციის ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შეწყვეტა და გამოძიება. და ისევე როგორც თვითონ ასამბლეის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. იგივე გზა გაიარა რუსეთმა, როდესაც ყირიმში შეჭრის შემდეგ ჯერ შეუჩერეს დროებით უფლებამოსილებები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და შემდეგ ამას მოყვა რუსეთის გარისხვა ევროსაბჭოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად აღარ ექნებათ ქართველებს შესაძლებლობა რომ მაგალითად საჩივარი გააგზავნონ სტრასბურგის სასამართლოში და შეიძლება რომ მათი უფლებები დაიცვას უკვე საერთაშორისო თანამეგობრობა, მაშინ როდესაც საქართველოში ეთხოვებენ სამართალს. ამიტომ კარგად გავაცნობიეროთ ის, რომ ხელისუფლება როცა თავაზობს სრულიად სხვა არარელევანტურ თემებს, როდესაც მაგალითად განიხილავს კონკრეტულ სინამდვილე ამბებს, სინამდვილეში ეს ხდება იმისთვის, რომ დაიწყოს ის არის რეალური პრობლემა. რეალური პრობლემა საერთაშორისო მასშტაბით არის ის, რომ ჩვენ ვხვდებით იზოლირებულები თანამედროვე საერთაშორისო თანამედროვე. საქართველო რომ იზოლირებულია ფაქტობრივად ცივილიზებული სამყაროსგან ამას ადასტურებს დასავლელი ლიდერების განცხადებები თუ მათი შეხვედრები. მაგალითად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას გამოსვლაც არის ამისი ერთ-ერთი ნათელი დადასტურება, რომელმაც ილაპარაკა იმაზე, რომ ევროკავშირის გაფართოება რა დადებით მოვლენებს მოიტანს ევროკავშირისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც გახდებიან ევროკავშირის წევრი, მან თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინვესტიცია და ამ თვალსაზრისით დაასახელა მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინა, რომ დათქვა, რომ მათ ამ ქვეყნებში ის ვიზიტებს განახორციელებს იმისთვის, რომ განიხილოს მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობები. აქ არ იყო ნახსენები საქართველო, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებებით ირკვევა, რომ სახელმწიფო დივანს მარკო რუბიოს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები. მაგალითად, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელთანაც განიხილა ამ განცხადების თანახმად საერთო სტრატეგიული ინტერესები და ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, მარკო რუბიოს ჰქონდა შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელთანაც ასევე უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხები განიხილა და ასევე მას სთხოვა დახმარება იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე უკრაინაში. ასევე მარკო რუბიო სახელმწიფო განცხადების თანახმად შეხვდა ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ლაპარაკია სამივე ქვეყანაზე საგარეო საქმეთა მინისტრებთან, განიხილა ასევე მათი წვლილი ევროკავშირის გაერთიანების პროცესში. და ამ შეხვედრებში ამ განცხადებითანაც ნათელია, რომ საერთოდ არ ყოფილა ნახსენები საქართველოს, არათუ ნახსენები ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ შეხვედრია არავის საქართველოსთან.